საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებასა და სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 1998 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ დააფუძნა. ზურაბ თაბუკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ამხანაგობის თავმჯდომარემ ზურაბ თაბუკაშვილმა ნაცვლად იმისა, რომ 2004-2016 წლების პერიოდში მობინადრის ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის მართსაწინააღმდეგოდ მიითვისათ ცალკეული მობინადრის მიერ ინდივიდუალური ბინადმშენებლობის ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის ანგარიშზე შეტანილი ან პირადად ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისათვის გადაცემული დიდი ოდენობით ფულადი თანხა $1,48,747 ამერიკული დოლარი და $219,950 ლარი.